საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლის პირველ ნახევარში თითქმის 13%-ით გაიზარდა და $12 მილიარდ მიაღწია. გაზრდილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. მთლიანი ბრუნვიდან ექსპორტი $3 მილიარდ 230 მილიონი. იმპორტი კი $8 მილიარდ 700 მილიონს აღწევს. საქსტატის მონაცემებით უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეულში ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანია. საიმპორტო ქვეყნებში კი თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ლიდერობს. სწორედ ეს ქვეყნები არიან საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებიც. სამშენებლო მასალების ფასი ისევ ზრდის ტრენდს აჩვენებს, თუმცა ტემპი შენელებულია. საქსტატის მონაცემებით ივნისში წინა წელთან შედარებით სამშენებლო მასალები 2,6%-ით გაძვირდა. ფასი ყველაზე მეტად მომატებულია ელექტროსამონტაჟო და წყალგაყვანილობის სამონტაჟო სამუშაოებზე. ასევე 4%-ით არის გაძვირებული შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები. ფასები მცირედით მხოლოდ კომუნალური ობიექტების ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების შესრულება შემცირდა. ბორჯომში რეგიონში პირველი World ჰოტელის სასტუმრო მომავალი წლის მარტის თვეში გაიხსნება. როგორც კომპანია KEI Hospitality-ში ამბობენ, სასტუმრო აღჭურვილი იქნება ყველა თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მასში განთავსდება ასევე სპა და სალონი. KEI Hospitality საქართველოში სასტუმროების ოპერაციების ოპტიმიზაციის ან ახალი სასტუმროს დეველოპმენტის მიმართულებით უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ახლა უკვე განვითარების ახალ ეტაპზე გადადიან და სტუმარ მასპინძლობის სექტორში კადრების გადამზადებასაც აქტიურად შეუწყობენ ხელს. ქართული ნუშის საექსპორტო პოტენციალი იზრდება. ქვეყანაში წარმოებული ნუშის დიდი წილი რუსეთის ბაზარზე გადის, თუმცა საექსპორტო ბაზრებს შორისაა ევროპისა და გალფის ქვეყნებიც. გაზრდილია გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზეც. ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ფერმერისთვის მიმზიდველია პროდუქციის ფასი, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. ასოციაციის მონაცემებით ექსპორტზე გასულ წელს დაახლოებით 200 ტონა ნუში გავიდა. წელს კი ამ მაჩვენებლის გაზრდის მოლოდინია. მთლიანობაში ქვეყანაში ნუშის ბაღები 6000 ჰექტარამდეა გაშენებული, იქიდან გამომდინარე, რომ ბაღების დიდი ნაწილი მსხმოიარობაში შედის, სამომავლოდ ექსპორტის ზრდის პოტენციალი საკმაოდ დიდია. საქართველოში ბიომევენახეობის მიმართ ცნობიერება იზრდება. ქართულ მევენახეთა ნაწილი ამბობს, რომ ბიოწარმოება ქვეყანაში ტენდენციური, ტრენდული და მზარდია, თუმცა პოტენციალი სრულად ათვისებული არ არის. სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ბიოსტანდარტების შესაბამისად მევენახეობის განვითარება სირთულეებთან არის დაკავშირებული. მათ შორის სახელდება ფინანსური შესაძლებლობების ნაკლებობა და სიღრმისეული ცოდნის არარსებობა. კომპანია ვილა მოსავალში მიიჩნევენ, რომ ბიოწარმოება რთული პროცესია, თუმცა მომავალში უკეთესი შედეგის მისაღწევად აქტიური მოქმედებებია საჭირო.